პირველი დავალება, რომელსაც ვაკეთებ ჩვენი кейსის შემთხვევაში, ეს არის ფორმულის დახმარებით შიტების სახელების ჩამოწერა. ამისთვის მე უნდა გამოვიყენო get workbook ფორმულა, რომელიც არის მაკრო ფუნქცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ფორმულის უჯრებში დაწერა მსგავსად ისეთი ფორმულებისა, როგორც არის if-ი, sum-ი, VLOOKUP-ი და ასე შემდეგ, ვერ მოხერხდება. ეს ფორმულები იწერება ძირითადად name manager-ის განყოფილებაში. და სანამ უშუალოდ ასე ვთქვათ ტექნიკურ მხარეს განახებდეთ, მანამდე ჯერ ვისაუბროთ მის სინტაქსურ ასე ვთქვათ ვალდებულებებზე. ანუ get workbook-ი ძირითადად ითხოვს ორ ნაწილს, ეს არის type number და name text. type number-ში უნდა ჩავწეროთ ციფრი, რომლის მიხედვითაც Excel-ს ვეტყვით კონკრეტულად რა ტიპის ბრძანება უნდა შეასრულოს და რადგან ჩვენ გვჭირდება შიტების სახელების ჩამოწერა, ამიტომ ამის რა თქმა უნდა უნდა დავწეროთ ერთიანი. ანუ არის კიდევ 2, 3, 4, 5 და ესე არის ესე ვთქვათ ბრძანებები. ერთი ჩვენ შემთხვევაში გავიმეორებ არის მხოლოდ შიტების სახელების ჩამოწერა. name text-ის ნაწილში როგორც წესი იწერება ის რა ფაილის სახელი. ანუ რომელი ფაილიდანაც გვინდა ამ შიტების სახელების წამოღება. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ გახსნილ ფაილში, ანუ აქტიურ ფაილში გვინდა სახელების ჩამოწერა, ამიტომ name text-ის შევსების ვალდებულება არ გვაქვს. ანუ ერთიანი სრულობით საკმარისი იქნება. ეხლა უშუალოდ ტექნიკური ხარ. მოკლედ გადავედით ფორმულაში. მოდი მე დავიწყებ name manager-ი, თუმცა რადგან სახლის შექმნა მინდა შემიძლია ეგრევე define name-იც გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მოდი გავაკეთოთ ესე. შემდეგ ახალი შექმნა და ვეუბნები ესეთ რაღაცას. პირველი სახელის შექმნა რაც გვინდა დავარქვათ ამ ფორმულას და რადგანაც შიტებზეა საუბარი, ამიტომ მე დავარქვევ sheet name. ხო, სახელებთან მიმართებაში გავითვალისწინოთ ერთი დეტალი, რომ როდესაც სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა იყოს ან გადამულად, ანუ space-ი არ შეიძლება, ან უნდა იყოს რაღაცა სიმბოლო და ჩვენ შემთხვევაში ეს არის ქვედა ტირი. რაც შეეხება უშუალოდ ფორმულას, იწერება აი ამ ბოლო გრაფაში, სადაც თვითონ ავტომატურად ჩაწერა უჯრის დასახელება, მე აქ ჭირდება ეს უჯრის დასახელება წავშლი და ჩავწერ get workbook ჭხილით გაიხსნება და ჩავწერ ერთიანს. ამით ვუთხარი რომ ჭირდება Excel-ის შიტის სახელები. ვეუბნები OK-ს და იმისათვის რომ ჩამოვწეროთ, ნახეთ ჯერ დავინახეთ ვიზუალი როგორი აქვს, აქაც ვეუბნებით OK-ს და ეხლა იმისათვის რომ ჩამოვწეროთ ეს სახელები, ჩვენ გვჭირდება ტოლობის ნიშანი და ზუსტად აი ამ ფორმულის დასახელება, რაც ეხლა გავაკეთეთ. ჩამონათვალიდან ვირჩევ sheet names და როგორც კი enter-ს დავაწყაბუნებ, თვითონ განავაგებს ამ დასახელებებს ჰორიზონტალურად. ეხლა მე ჯერ გავშლი სახელებს კარგად რომ სრულად დაინახოთ და ესე ფილიალი 3 და ასე შემდეგ. ეხლა მე ამჭირდებოდა ჰორიზონტალური განლაგება, ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა რომ გააკეთებინე ესე ვერტიკალური ჩამონათვალი და ამისთვის მე გამოვიყენებ ფორმულას, რომელსაც ქვია transpose. Transpose-ი გაიხსნა ბრჩხილი და აი აქ ჩავწერ იმ ფორმულის დასახელებას ისე, ანუ sheet names, ვეუბნები OK-ს და ესე ჩამოწერს ჩვენს ფაილებს, შიტების დასახელებას. ეხლა რა უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად ის, რომ მე ვმუშაობ Excel 365-ში ვერსიაში. თუ თქვენ მუშაობთ უფრო ოზვალ ვერსიაში, როგორც არის თუნდაც 2016 ვერსია, ამ შემთხვევაში ესეც ჩამონათვალს არ გააკეთებს. ეგრევე, ანუ როგორც ახლა ძალიან გავაკეთეთ, თქვენ მოგიწევს ესე ხელით ჩამოგზელება, ჩამოწერა, თუმცა ეს პრობლემა არ არის. ანუ არის რაღაც ისეთი ოპერაციები, რომელსაც ზუსტად ისევე ვერ გააკეთებთ, როგორც Excel-ის 365 შემთხვევაში, თუმცა საერთო ჯამში 2013 წლის ვერსიაშიც შესაძლებელია ფორმულის დახმარებით შიტების სახელების ჩამოწერა. ეს არის სულ. ეხლა რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს. როდესაც სახელები ჩამოწერეთ, ჩვენი кейსის შემთხვევაში ჩამოწერა თვითონ ფაილის დასახელებაც და მერე გააკეთა თვითონ შიტის დასახელებები. მე მჭირდება ესეთი რაღაცა გააკეთოს, დაწეროს მხოლოდ შიტის დასახელებები და არ დაიწეროს ესე ვთქვათ ფაილის დასახელებები. ამ შემთხვევაში მე უნდა გამოვიყენო ფორმულა, replace-ის ფორმულას გამოვიყენებ. მანამდე ჯერ ავხსნი ისი გაკეთება მჭირდება აი ამ replace-ის დახმარებით. მე მინდა რომ აი ეს სივრცე, რომელიც უკავია ესე ვთქვათ ფაილის სახელს, ჩანაცვლდეს არაფრით. ანუ ფაქტობრივად წაიშალოს.
თუმცა ბრძანებით მე წაშლის ბრძანებას არ მივცემ Excel-ს, მე ვიცემ ჩანაცვლების ბრძანებას. თქვენ შეიძლება გამოიყენოთ ფორმულა substitute-ით, არანაირი შეზღუდვა არ არის, უბრალოდ მე ხა replace გამოვიყენებ. და I am replace-ით შექმნილი ესე ვთქვათ ფორმულა ისევ I am name manager-ის I am ნაწილში უნდა დავაკორექტირო. ანუ აქ ვაუბნები არა მხოლოდ workbooks, არამედ replace-ით შექმნილ workbooks. ახლა ტექნიკური ნაწილი, როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი. მოკეთ ვაუბნები replace და ითხოვს პირველად old text, ანუ საიდანაც უნდა მოხდეს რაღაცა ცვლილებები. იდეაში მე მჭირდება get workbook-ის ნაწილში ცვლილებების განხორციელება, ხო? მძიმეს დავსვამ, იმიტომ რომ ვაუბნები old text-ის ნაწილი მოვჭი და ვაუბნები start numbers, ანუ საიდან უნდა დაიწყოს ჩანაცვლა. მე ვეუბნები რომ მჭირდება პირველივე სიმბოლოდან, ხო? იმიტომ რომ ეს პირველი ნაწილიდან უნდა მოხდეს ჩანაცვლება. მერე ვეუბნები ისევ მძიმეს და აქ უნდა უთხრა რამდენი წლის სიმბოლო მინდა ჩანაცვლეს. მე მჭირდება აი ამ ოთხკუთხა სიმბოლომდე, ოთხკუთხა ფრჩხილამდე სიმბოლოების ჩანაცვლება. ამისათვის მე უნდა გამოვიყენო ფორმულა search-ი, ანუ search-ს მე მოვაძებნინე მე რამდენი სიმბოლოა ეს ოთხკუთხა ფრჩხილი და შემდგომ ვეტყვი რომ აი აქამდე მანძილი ჩაანაცვლოს არაფრით. ეხლა რაც შეხება უშუალოდ search-ის ნაწილს. Find text, ანუ რა სიმბოლო მინდა იპოვოს. მე მჭირდება იპოვოს ოთხკუთხა ფრჩხილი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწეროს ესე ვთქვათ ბრჭყალებში. ზოგადად როდესაც ფორმულას წერთ, უნდა გაითვალისწინოთ ესეთი დეტალი, რომ თქვენ თუ რამე სიმბოლოს ჩაწერთ ხელით, არ არიცხავს არამედ რაღაც ტექსტ, სიმბოლოს და ასე შემდეგ, ის აუცილებლად უნდა ჩაიწეროს ბრჭყალებში, იმისთვის რომ Excel-მა სწორად გაიგოს მონაცემი. მე ვეუბნები ტექსტ, ახლა უნდა მივუთითო საიდან მინდა იპოვოს, სად უნდა იპოვოს აი ეს სიმბოლო. ისევ აი get workbook-ით ესე ვთქვათ ნაპოვნ დასახელებაში, ხო? შესაბამისად, აი აქ უნდა ისევ დავწეროთ get workbook, ფრჩხილი გაიხსნას და დაიხუროს ისევ ფრჩხილი. ფაქტობრივად ეს არის search-ის ნაწილი. ეხლა მე შემიძლია ისევ მძიმე დავსვა და უთხრა რომ start number-ში, ანუ ზემნა დაიწყოს პირველივე სიმბოლოდან, თუმცა search-ის ნაწილში ანიშებსების ვალდებულება არ არის, იმიტომ რომ ისედაც იგულისხმება თუ არ შევავსებთ მესამე ნაწილს, აი მესამე ნაწილზეა საუბარი, იგულისხმება რომ ავტომატურად ზებნა უნდა დაიწყოს პირველივე სიმბოლოდან. ანუ ამ შემთხვევაში მე არ შევავსებ, ვეუბნები ისევ მძიმეს, ვუბრუნდები replace-ის ფორმულას და აი აქ უნდა მივუთითოთ new text, ანუ რა მინდა აი ამ ნაწილის მაგივრად ჩაეჭდეს. და რადგანაც მეუბნები რომ მინდა დაიწეროს არაფერი, ამიტომ ეგრევე ავკრებ გადაბმულად ბრჭყალებს. ანუ მე ვთქვი რომ თუ მინდა რამე ჩაიწეროს, ყოველთვის უნდა ჩაიწეროს ბრჭყალების ნიშნით, ხო? მე რადგანაც აი ამ ბრჭყალების შიგნით არანაირ სიმბოლოს არ ვტოვებ, ამით Excel-ს ვეუბნები რომ იმის ნაცვლად არაფერი არ მინდა დაიწეროს. ანუ ფაქტობრივად წაშლის ბრძანებას ვეუბნები ოღონდ შემოვლითი გზით. მოგეთ, ეს არის სულ ფრჩხილებს ვხურავ, enters ვერ ვაძგაპუნებ, იმიტომ რომ ეს get workbook-ი არ არის, ასე ვთქვათ, უჯრაში ჩასაწერი ფორმულა, ამიტომ აი ამ ნაწილს დავაკოპირებ, დავაკათებ, ასე უფრო სწორი იქნება. ვუბრუნდები name managers, ანუ ეს ნაწილი მინდა რომ დავაედითო, შემიძლია აქაც დავაკორექტირო, თუმცა მოდი გავხსნი აქედან და აი ამ ნაწილში, სადაც ახლა ჩავწერეთ get workbook-ი, აქ ჩავსვა მთლიანად იმ ფორმულას replace-ის დახმარებით, რაც ჩავწერე. ვეუბნები OK-ს, აჰა, ჩვენი ფორმულა გამოჩნდა აი აქ და ახლა რომ დავაძგაპუნებ OK-ს, ახლა ჩემი სახელები შეიცვლება, sheet-ის სახელები და ჩაჯდება მხოლოდ sheet-ის სახელები ფაილის სახელების გარეშე, ის რაც იდეაში მე მჭირდებოდა. ეს არის სულ.